სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ მოვიხსენეთ, მოვისმინეთ უпроსწორად სახარება, სადაც მაცხოვარი გვეუბნება, რომ გვამის სანთელიო, ანუ ჩვენი სხეულის სანთელიო არისო თვალიო. თვალის მეშვეობით ნათდება. და თუ ეს თვალიო დაზიანებულია, მაშინ რითი შეიძლება თვალთ მოაკლდა ადამიანს, ხო? თუ ის რაც ჩვენში რასაც ჩვენთვის ნათელი უნდა შემოჰქონდეს, ეს არის დაბნელებული, მაშინ საშველი სადღა. შემდეგ ამბობს, რომ ეხლა ამას რატო ამბობს, რა თვალზეა საუბარი, ხორციელ თვალზე კი არ არის აქ მაინც და მაინც საუბარი. შემდეგ ამბობს, რომ ნუზრუნავთო თქვენი შესამოსვლისათვის, თქვენი საზრდელისათვის, რა წამოთ, რა სვათ, რითი შეიმოსოთ, რადგანო ამას ყველაფერსო წარმართნი ეძიებენ. თქვენო პირველად სასუფეველი ეძებეთო და მისი სიმართლეო და ეს ყველაფერი შეგეძინება თქვენ. აი შეხედეთო ცისფრინველებსო, ისინიო არ შრომობენ, არც ესავენ, არც იმკიან, არც ბეღლები არ აქვთ, რომ შეაგროვონ იქ, მოიგროვონ თავისთვის, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა ზრდისო მათ. ან შესამოსლისთვის რატომ ზრუნავთო? აი შეხედეთო ველის შროშნებსო, ისინიო დღეს არიანო და ხვალე თონეში უნდა ჩააგდონო და ესე მშვენივრათო სოლომონ ბრძენიც კი არ შემოსილა თავის ცხოვრებაში. აქ ამაზე კი არ არის საუბარი, ადამიანმა არ იზრუნოს, რომ საერთოდ არ იზრუნოს რა შეჭამოს, აბა თუ თესვის დროს არ იზრუნა, მკის დროს გავა და არაფერი არ ექნება. აქ ამაზე კი არ არის ლაპარაკი, მაგრამ იქ სადაც ან თუ შესამოსელზე არ იზრუნდა, თუ არ წავიდა, თუ არ შეარჩია, აბა სახში ვინ მოუტანს და ვინ მოაზომოს და ვინ ჩააცვას, ხო მართალია? მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ სადაც არჩევანის წინაშე დგები, სულიერსა და ხორციელს შორის, აი სიტყვაზე აღსარებაზე ხარ წასასვლელი. და შენ ფიქრობ, რომ კი, მაგრამ ეს ხორციელი საქმე მაქვს რაღაცა მოსასწრები. შენ ამას ჩქარობ, იქ აგვიანებ, ან საერთოდაც აღარ მიდიხარ. აი დილით სახლიდან გამოდიხარ და ლოცვა არ გითხოვს, ისე აპირებ გამოსვლას, იმიტომ რომ სადღაც მიგეჩქარება, ვერ ძილი ვერ მოიგერე სიტყვაზე. და ფიქრობ, რომ ეს არაუშავს, მოდი ის ხორციელი საქმე არ გაფუძნდეს. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, ეხლა აქაც უნდა გაარჩიოს ადამიანმა, თუ რაიმე ესეც არა, სასტროფოში თუ მუშაობს, შენი ლოცვის გამო ვიღაცა კი არ უნდა დააზიანო იქ, მაგრამ შენი დახლი თუ გაქვს იქ, ნახევარი საათის მერე რო გააღო, არაფერი არ გაშავდება. ამითი ღმერთს მიანდებ. მაგრამ იქ სადაც შენ მოვალე ხარ, აი სკოლის მოსწავლე ხარ, გაკვეთილზე დაგვიანების ხარჯზე კი არ უნდა ილოცო, ან მასწავლებელმა გაკვეთილზე დაგვიანების ხარჯზე თუ სხვა. არამედ შენი პირადი დრო უნდა გადადო ამისთვის და სადაც ადამიანი ნახავს, რომ ესე იგი თავის სულიერ მდგომარეობის გაუმჯობესებას, სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებას აირჩევს და არა მატერიალურს, იქ ნახავს, რომ ორივე ექნება. უფალი ამას ამბობს. შეიგებ, ვერ ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად, ორ ბატონს ვერ ემსახურებ, ან ერთი უნდა შეიყვარო და მეორე მოიძულო და აპირიქით. აქ საუბარი რაზეა? აი ადამიანი რაღაცა მოხვეჭველობის სენით რომ არის შეპყრობილი და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხორციელად რაღაცა სული მოითქვას, მაგრამ სინამდვილეში სული ეღუპება. და აი ამ შეგნებაზეა, ეს შეგნება, რომ ესე იგი ღმერთი ჩვენ გვიყურებს და ჩვენ თუ სულიერს ავირჩევთ ხორციელში ხელს მოგვიმართავს, აი ეს არის სწორედ ის თვალი,
რომელმაც ჩვენი მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა განანათლოს ქრისტეს ნათლით. აი ეს შეგნება, ეს სოფხედველობა, აი ესეთი დამოკიდებულება ღმერთთან, ადამიანებთან, მოვლენებთან, აი ეს დამოკიდებულება ის სანთელი, რომელმაც უნდა გაგვინათლოს ჩვენ ცხოვრების სავალი გზა. აი დღევანდელ 60 ქულოში რა ეწერა, რომ ჭირი მოთმინებასა შეიქმნს, ჭირი მოთმინებას შობს. მოთმინება გამოცდილებას, გამოცდილება სასოებას, ანუ იმედს. და ეს იმედი არ შეარჩნავს ადამიანს. ანუ აქ რაზე ელაპარაკი, რომ როდესაც ადამიანს რაღაცა ჭირი აქვს, ამ ჭირის ერთხელ რომ მოითმენს, ესე იგი ქრისტეს იმედად, ნახავს, რომ გამოსავალი გამოიძებნება. არ არსებობს, რომ ღმერთმა დატოვოს იქ ადამიანს. ჩვენ ზოგჯერ შევხედავთ ადამიანს და გონია, რომ აი რა ცოდოა, რა საწყალია, რა ეშველება, მაგრამ მან თუ გულის ღმერთის გულმოწყალების კარზე მიაკაკუნა, იმას ეშველება. ჩვენ შეიძლება ვერ წარმოვიდგინოთ რა არის საშველი, რა არის ნუგეში მისთვის, მაგრამ ნუ თუ ჩვენი გონება სწდება ყველა სიღრმეს და იმის იქით აღარაფერი დარჩა ღმერთს, რომ გამოუძებნოს მას რაიმე ნუგეში. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც ჩვენ ვიცით, ღმერთმაც მარტო ეგ იცის, ეგ გზა იცის, რომ ადამიანი ანუგეშოს. და ნახავს, რომ ერთხელ გამოიყვანა ღმერთმა ამ ჭირიდან, მეორეჯერ, მესამეჯერ. ამ ადამიანმა მოთმინება ისწავლა, ეს მოთმინება უკვე გამოცდილებაც არის, იმიტომ რომ ჩვენ მოვყევით აქ ჩვენ მრევლში იყო ხოლმე ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც დიდი განსაცდელები ჰქონდა, ავადმყოფობდა ისიც, დედაც, ძმაც. და ესე იგი ის ამბობდა ხოლმე, რომ ესე იგი რა განსაცდელიც არ უნდა მოვიდესო, აი უკვე აღარ მეშინიაო, ისეთი რა უნდა მოვიდესო, რომ ღმერთმა იქიდანაც არ გამოგვიყვანოს. ანუ იმდენი რამე ჰქონდა ამ ქალბატონს გადავლილი, იმდენი ჭირიდან გამოსული და მე უკვე ახალი ჭირი რომ მოდის რაღაცა განსაცდელი და რომელი განსაცდელის გარეშეც არც ერთი ადამიანი არ არის და ერთ-ერთი ადამიანი ვერ ცხონდება. უკვე იცი, რომ ესეც გადაივლის. ესეც გაივლის და უკვე იმედიანად ხარ და როდესაც აი ამ იმედს მოიპოვებს ადამიანი, რომელიც არის შედეგი რწმენისა, ღვთისადმი რწმენისა, რომ იცი, რომ ღმერთი აი ესე გიყურებს, შენს ყველა წვრილმანს ხედავს. ყველაფერი იცის შენზე, შენი ჭირით, შენი მხრით, შენი სურვილებით თუ მისწრაფებებით, შენი სისუსტეებით. და რო იცი, რომ ესეთი მოწყალე თვალი ყოველთვის ყველგან გიყურებს, უკვე იმედიანად ხარ და ღმერთი ამ იმედს არასოდეს არ გაგიმტყუნებს. აი ამას ამბობს მოციქული პავლე. მაგრამ იქ, სადაც ადამიანი ღმერთზე ამყარებს იმედს და არა რაიმე თავის მატერიალურს. ერთი ესეთი ცნობილი ამბავია, ნამდვილი ამბავი, სხვათაშორის, ერთი კაცი იყო, ივანე, ბოსტანი ჰქონდა, მოწყალე კაცი იყო, როგორც წერია. თავის შემოსავალს ხშირად გაჭირებულებს ურიგებდა. მე ასეთი აზრი გაუჩნდა, რომ აბა ეხლა მე რომ რამე გამიჭირდეს, ყველაფერს რომ გავცემ, მე რომ რაღაც ავადმყოფობა შემხდეს რამე, მე ვინ იქნება ჩემი მშველები? და ამ ფიქრებმა დააწყებინა მას ფულის შეგროვება. აღარ იყო ისეთი ხელგასილი, როგორიც მანამდე. და ერთ ჩვენიერ დღესაც ესეც ღმერთის მოწყალება, რაც მას დაემართა. მას ფეხი დაუავადდა. ხანსად მივიდა მკურნალებთან, ხანსად მივიდა, ყველაფერი შემოეხარჯა, რაც კი მოგროვილი ჰქონდა. და ბოლოს, ესე იგი, უიმედო საწოლში მწოლი არის, გამოეცხადა ანგელოზი და ეკითხება, რომ აბა ივანე, რაც მოაგროვე შენ გიშველა? ანუ ხო ამისთვის მოაგროვე, რომ გასაჭირში უნდა ეშველა მას შენთვის. აბა სად არის შენი მოგროვილი ფული, რამე გარგო, რამე გიშველა? და ივანეს სინანულში ჩავარდა და თქვა, რომ შევწოდე. რითი შეცოდა, იცით, აი სულიერი თვალი დაიბრმავა, რაზეც თავიდან იყო, ისე აღარ უყურებდა ღმერთის მოწყალებას, როგორც მანამდე. და თქვა, რომ შევწოდე და ღმერთის მოწყალეა და შეიწირა მისი სინანული და მაშინვე გამიკურნა მისი ფეხი.
ამით საჩვენა ღმერთმა, რომ აი ვის შეუძლია კურნება. და ჩვენც როდესაც ესე იგი აი ამ არჩევანის წინაშე ვდგებით, ჩვენ უნდა გავიხსენოთ თვითონ სოლომონ ბრძენის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ არაერთხელ გაგვიხსენებია, ეს მართლაც სამაგალითოა და იმიტომაც წერია წმინდა წერილში. როდესაც ის მეფე გახდა, ღმერთს თხოვდა, რომ უფალო მომანიჭეო, გული გონიერი, სიბრძნე მომანიჭეო, რომ ეს ჩემზე მონდობილი ერი შენთვის სათნოდ მწყემსო. და ღმერთს მოეწონა მისი ასეთი განწყობა. ეს არის სულიერი თვალი, რომელიც მას ჯანმრთელი ჰქონდა. და უთხრა, რომ რადგან შენ არ უთხოვეო, არც ტყვეთა სიმრავლე, არც დიდება და პატივი, არც სიმდიდრე, არამედ სულიერი სიბრძნე, არც შენზე მდიდარი და არც შენზე ბრძენია, არავინ არ იქნება. და ეს როდესაც მან აირჩია სულიერი და ჩვენ შეიძლება ქვეყნის მართვა არავინ არ მოგვანდოს, მაგრამ ოჯახის მართვა ხო მიანდო ღმერთმა თითოეულ მამაკაცს. შვილების აღზრდა ხო მიანდო მშობლებს და უშოთ. და ყველას ის საქმე, რაც ღმერთმა ჩაგვაბარა. როგორ ამბობს დავით მეფსალმონე, უფლისა არის ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მაშინი. ყველაფერი თუ სადმე ვინმე დაგადგენს რაიმე თანამდებობაზე, ეგ ყველაფერი ღვთისაა და ღმერთმა დაგადგინა. და ჩვენ უნდა ვეძებოთ არა ის, რასაც უმრავლესობა ეძებს, რომ ოღონდ ჩვენ მოვირხინოთ ამითი, მოვირგოთ ძველი ქურქივით ეს ჩვენი ასე თუ ის მდგომარეობა, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად, მარტო ჩვენ გაგვათბოს. ეგრე კი არა. არამედ უნდა იფიქრო, რომ ეს რაც ღმერთმა მოგანდო, ღმერთისთვისვე სათნოდ განაგო ყველაფერი. და ამაში ღვთის შეწევნა გვჭირდება ჩვენ. და თუ ადამიანი ამას ეცდება, პატარა რამე მოგენდო თუ დიდი რამე, რა მნიშვნელობა აქვს? ღმერთმა ჯერ ეს მოგანდო შენ. მორჩა. აი დავუშვათ სადღაც უნდა იდგე და კარი მარტო უნდა გაუღო და დაუხურო. ჯერ ეს გააკეთე, ამითი გაცხონებს ღმერთი. იმიტომ რომ ეს მოგანდო. ზოგს ერთი ტალანტი მისცა, ზოგს ორი, ზოგს ხუთი. ჩვენ აი ეს არის ის სულიერი თვალი, რაზეც ახლა ჩვენ მე უნდა ვიფიქრო როგორც მღვდელი, რომ ღვთისთვის სათნოდ ვაკეთო, რასაც ვაკეთებ. მოსწავლემ თავის საქმეზე უნდა იფიქროს, ექიმმა თავის საქმეზე, ოღონდ ყველამ თავის საქმეზე. მე თუ იმაზე ვიფიქრე, რომ ექიმი ასე აკეთებს თუ ისე აკეთებს, არც იმას არაფერი არ ეშველება და არც მე. ექიმმა თუ იმაზე იფიქრა, რომ ხატვარი ასე ხატავს თუ ისე ხატავს, არც ექიმს ეშველება და არც ხატავს. ჩვენ თუ ყველა ერთმანეთისკენ გავიშვერთით, რაც ძირითადად ასე ხდება, იმიტომაც გამოსავალი არ არის. მაშინ რა უნდა გააკეთოს? ექიმაც თავის თავს გვერდიდან უნდა შეხედოს, მღვდელმაც, სტიქაროსანმაც თუ შობელმაც თუ ნათლიამაც თუ ყველამ გვერდიდან შეხედოს თავის თავს და კითხოს, მოგწონს ესეთი როგორიც არის, ესეთი ნათლია, ესეთი მოძღვარი თუ ესეთი მასწავლებელი, ესეთი მოსწავლე, ესეთი მეზობელი, შენი თავი როგორც ასეთი, შენი თავი. ეს უნდა კითხოს. მაგრამ ჩვენ ამისთვის არ აქვს ძალია, იმიტომ რომ ჯერ ამდენია გასაკითხი, ესე იგი, ამდენია სალაპარაკო. სადაც ძალია ხო ჩვენ მაგისთვის. მაგრამ ვინც მოიცალა მაგისთვის, ის კიდევაც ნანობს თავის წოდებს. და ვინც ნანობს, ღმერთის გულმოწყალება სწორედ მისთვის მოიცლის. ჯერ შენ უნდა მოიცალო შენი თავისთვის და მერე ღმერთიც მოგხედავს. ღმერთმა მოგვანიჭოს აი სულიერი თვალი, რომ ყოველთვის ასე უყურებდეთ მოვლენებს, ესე იგი. ჩვენ დღეს დიდი სიხარული გვაქვს და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაც, პასუხისმგებლობის დასაწყისი. ჩვენთან ჩამოსულნი არიან სხვადასხვა მხრიდან ბავშვები, რომლებიც 4 დღით თუ როგორც არის გაატარებენ აქ. სხვადასხვა რამ არის მათთან ერთად დაგეგმილი და
მე პირველ რიგში მადლობა მინდა გამოთქვა ღვთისადმი, რომელმაც შექმნა აქ ეს გარე. ჩვენი მღვდელმთავრისადმი, რომლის გარეშეც ეს ყველაფერი არ იქნებოდა. ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გვერდში უდგას ამ საქმეს, ზოგი ხილულად და ზოგი უხილავად. ვინ როგორ და რამდენი და რანაირად, ეგ ღმერთმა იცის. ეგ ადამიანებმა არ იცის. არც არის საჭირო. ზოგი განგებაკეთებს მაგას, რომ არავინაც არ იცოდეს. და შეიძლება რომ არ ვიცით, ზუსტად იმან გააკეთა მეტი. ეგ არავინ არ იცის. ზოგმა ხილულად, ზოგმა უხილავად, მაგრამ მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს, რომ ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს. ეს სიხარულია, რა თქმა უნდა. მეორე მხრივ ეს პასუხისგებლობა. აი ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭოს, როგორც სოლომონ ბრძენი ითხოვდა, გული გონიერი, რომ ეს საქმე ღვთისათმო დაღესრულებოდეს. ღმერთმა დალოცოს თითოეული ის ბავშვი, ვინც აქ არის და ღმერთმა ძალა მისცეს ამ ბავშვებს ერთმანეთთან მეგობრობისა, ერთმანეთის სიყვარულისა. შეიძლება ეხლა ყველასთან ერთნაირად ვერ იმეგობრო. ხო, ადამიანები ვართ. შენ ასეთი მოგწონს, იმას ისეთი მოგწონს, მაგრამ ის კი ყველას გვევალება, რომ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინოთ. შეიძლება მას გული არ გადაუშალო, არ უთხრა რაღაცა ის, რაც შენ გულის ნადებია თუ სხვა, მაგრამ ის რომ პატივისცემით მოექცე, თავაზიანად მოექცე, არ გაანარწმენო და ასე შემდეგ, ეს კი ჩვენი ღირსების ამბავია და ჩვენი ვალია. ღმერთმა დალოცოს ამ ბავშვების მშობლები, ესე იგი. პირველ რიგში იმიტომ, რომ გვენდნენ და მეორე იმიტომ, რომ გვერდში გვიდგნენ. ჩვენთან არის ღმერთი.